მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი ლექცია არის გაგრძელება წინა ლექციაზე დაწყებული თემისა, ეს გახლავთ CO2 გაზთა ცვლა. შეგახსენებთ, რომ ჯერ წინა ლექციაზე ჩვენ განვიხილეთ ძირითადი მახასიათებლები CO2 გაზთა ცვლისა, ის თუ როგორ მოძრაობს CO2 უჯრედში, როგორ ბოთოლში უკაცრავად, როგორ შედის იგი ბაგეების საშუალებით, რა ფაქტორები მოქმედებენ ბაგეზე, რა წინაღობების გადალახვა უწევს CO2-ს ფოთლის სხვადასხვა ქსოვილებში და სტრუქტურებში. შემდეგ ჩვენ განვიხილეთ ძირითადი მაჩვენებლები, ძირითადი მახასიათებლები გაზთა ცვლისა და ყურადღება გავამახვილეთ სინათლის მრუდზე, ტემპერატურის მრუდზე, რა მახასიათებლები აქვს ამ ტემპერატურის და სინათლის მრუდებს და დღეს ვაგრძელებთ ამ თემას, ოღონდ გვექნება ჩვენ უკვე საუბარი ძირითადად ალპურ მცენარეთა გაზთა ცვლის თავისებურებებზე და განვიხილავთ ისეთ პარამეტრებს, როგორიც არის მათი დღეღამური და დღიური დინამიკა, მაქსიმალური ინტენსივობა, როგორია, გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულება და რა სტრესული მოვლენები ფიქსირდება მაღალმთაში და როგორ აისახება ეს მათ მცენარეთა გაზთა ცვლაზე. პირველი რაც უნდა ვნახოთ, ეს არის გაზთა ცვლის დღიური დინამიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ მოცემული გვაქვს სინათლის მრუდი და ნედოფოტოსინთეზის დღიური დინამიკა. ხედავთ, რომ დაახლოებით თითქმის 8 საათამდე ფოტოსინთეზი არ ფიქსირდებოდა, იყო მხოლოდ CO2-ის გამოყოფა, სუნთქვა, შემდეგ მოიმატა სინათლის ინტენსივობამ, შესაბამისად გაიზარდა ეს ნედოფოტოსინთეზის ინტენსივობაც, მიაღწია 25 მიკრომოლს მეტკვადრატ წამში, შემდეგ სინათლემ გააგრძელა ასე მატება, იგივე რაღაც პლატოზე გავიდა, მოწმენდილი ამინდის შემთხვევაში არის აღებული ეს ცდები და მცირე დეპრესიას ჰქონდა ადგილი ფოტოსინთეზისა, რომელიც შემდეგ კვლავ აღდგა ტემპერატურის ოდნავ კლების ყვალობაზე და ასე გაგრძელდა საღამომდე, როდესაც სანამ სინათლის ინტენსივობა დაახლოებით 8 საათზე არ გავიდა 0-ზე და შესაბამისად ნედოფოტოსინთეზის ინტენსივობაც შეწყდა CO2-ის თანთქმა და იყო მხოლოდ CO2-ის გამოყოფა, რაც შესაბამისად აი მრუდზე აისახა ასეთნაირად უკვე ღამის განმავლობაში 12 საათამდე იყო ჩატარებული ეს ცდები. ასევე მსგავს რეგულაციას აჩვენებს ეს გრაფიკიც, სადაც ზედა ნაწილში არის ტემპერატურა, ეს მუქი შავი გრაფიკი, მისი მაჩვენებელი, ეს ნაცრისფერი გახლავთ მისი ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაციის ინტენსივობა. ყურადღება რაზე მივაქციოთ, რომ ზოგიერთ გრაფიკზე წერია ფარი, ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაცია, ზოგიერთ გრაფიკზე სხვადასხვა სტატიებსა და წიგნებში შეიძლება ამას შევხვდეთ აბრევიატურა QFD, რას ნიშნავს QFD? Quantum Flux Density, ანუ ფაქტობრივად იგივეა, რაც ფოტოსინთეზურად იგივე იმაში გაიზომება მიკრომოლი მეტ კვადრატი წამი. ქვედა ნაწილში მოცემულია უკვე აი ეს ტეხილი მრუდით ნეტო ფოტოსინთეზის ინტენსივობა. ხოლო პუნქტირი, წითელი პუნქტირი აჩვენებს მის საშუალო დღიურ მსვლელობას. ასეთი გუმბათოვანი ხასიათი გააჩნია მას. აქ რას უნდა მივაქციოთ? მთავარი ყურადღება, რომ თუ ჩვენ კარგად აიხედავთ, ორი პატარა პიკია სინათლის, ორი პიკია ფოტოსინთეზის. ერთი პიკია სინათლის, ერთი პიკია ფოტოსინთეზის. შემდეგ დეპრესია სინათლის, დეპრესია ფოტოსინთეზის და ასე შემდეგ იგი ფოტოსინთეზის გრაფიკი
თითქმის ერთ-ერთზე იმეორებს დღევრი დინამიკის გრაფიკი ერთ-ერთზე იმეორებს სინათლისა და ტემპერატურის დღიურ ცვალებადობას. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? განსხვავებით პირველი სურათისგან, რომელიც აღწერს მზიან დღეში უღრუბლო ამინდში გასტაცვლას, ეს გრაფიკი აღწერს უკვე ღრუბლიან ამინდში, ამ შემთხვევაში მცენარის სახეობა სხვა არის, განსხვავებით წინა სურათისგან, სადაც კავკასიონზე იყო ჩატარებული ცდები, ეს არის უკვე ევროპის ალპებში, მაგრამ შინაარსი ფაქტობრივად იგივეა, ანუ ძალიან სერიოზული დამოკიდება, ფაქტობრივად პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება ღრუბლიან ამინდში ნეტო ფოტოსინთეზის ინტენსივობისა, სინათლეზე და შესაბამისად ტემპერატურაზე. დავაკვირდეთ და ყურადღება იმასაც მივაქციოთ, რომ რა თქმა უნდა დეპრესიები აქ არსებობს ფოტოსინთეზის გრაფიკზე, საკმაოდ მძლავრი რამდენიმე 4 თუ 5 დეპრესია მოცემული, მაგრამ ეს დეპრესიები გამოწვეულია მხოლოდ სინათლის ინტენსივობით. და ღრუბლიან ამინდში დამახასიათებელია სინათლის, აი ღრუბელი თუ გადაეფარება მზეს, ძალიან მნიშვნელოვანი კლება ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაციისა, ეს კლება შეიძლება თქვათ 2000 მიკრომოლიდან თქვათ 700-600-800 მიკრომოლამდეც, ან კიდევ უფრო ნაკლებამდეც გააჩნია ღრუბლის სისქეს მოხდეს. შემდეგ გრაფიკზე ასევე ტიპიური სურათი არის მოცემული ოღონდ მაღალმთის ტყეებისთვის. აქ ბაგურიანის რეგიონში ჩატარებული ცდის ერთ-ერთი ფრაგმენტია ნაჩვენები, რომელიც კარგად გამოხატავს ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაციის, აი ესე ძალიან ტეხილ მიმდინარეობას, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავებით წინა სურათისგან ჩვენ დავაკვირდეთ, რომ 10 წუთიანი მონაკვეთია მარტო აღებული დღიური დინამიკიდან. ეს გვაჩვენებს ერთ რამესაც, რომ თუნდაც აი მცირე დროში, თუნდაც 10-ში კი არა, თუნდაც გნებავდეთ უფრო მოკლე პერიოდში, ან 5 წუთში, ან 3 წუთში, არის სერიოზული ცვლილება განათების ფაქტორისა. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ღრუბელზე არ არის ეს დამოკიდებულია აი იმ განათებული ლაქების მოძრაობაზე ბალახოვან საფარში. დღეში, როგორც ცნობილია, როგორც გაჩვენეთ მე ერთ-ერთ ადრეულ სურათზე, იმ ლექციაში, სადაც განვიხილავდით სინათლეზე დამოკიდებულებას მაღალმთის სცენარისა, ანუ მის სინათლის რეჟიმს, აი ეს თავისებურება ტყეში სინათლის რეჟიმისა განაპირობებს სწორედაც მისი ფოტოსინთეზის აი ასეთივე ტეხილ, ასეთივე არასტაბილურ ხასიათს. ეს ფენომენი, აი ეს სინათლის განათებული ლაქების სწრაფი ცვალებადობა, სწრაფი მოძრაობა ბალახოვან საფარში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ მაღალმთისთვის დამახასიათებელი. ის შეიძლება და რა თქმა უნდა მას ადგილი აქვს ასევე დაბალ სიმაღლეებზე, დაბლობის ტყეებშიც ეს ფენომენი გლობალური მასშტაბისაა, ყველგან ხდება, არა მხოლოდ მაღალმთაში, მაგრამ იგი გარკვეულ სტრესულ ფაქტორს წარმოადგენს სცენარებში, თუმცა სცენარები უმრავლესობა და კერძოდ ამ შემთხვევაში პოლიგონატურ პოლიანთემუმიტიპიური ტყის სცენარია, სწორედაც ასეთ პირობებს არიან შეგუებულნი. ამ სურათზე უკვე ჩვენ არა მხოლოდ ფოტოსინთეზი და გასტაცვლა გვაქვს მოცემული, არამედ და სინათლისა და ტემპერატურის დღიური ცვალებადობა, არამედ კარგად ჩანს კავშირი წყლის რეჟიმთანაც, გასტაცვლისა წყლის რეჟიმთან. აი მაგალითად თუ პირველი და მეორე მრუდები, ეს არის ტემპერატურა და ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაცია, მესამე მრუდი გამოხატავს წყლის პოტენციალს, მეოთხე წყლის შემცველობას ფოთოლში, მეხუთე ტრანსპირაციას, აი ეს ტრანსპირაცია
ხოლო მე-6-ე ნეტო ფოტოსინთეზს და ხედავთ, რომ მაშინ, როდესაც გაიზარდა სინათლის რადიაცია შუადღისას, მაშინ, როდესაც ამ გაზრდილ რადიაციას შესაბამისად მოყვა ტემპერატურის გაზრდა, მცენარეები აქტიურად შთანთქავენ CO2-ს, აქტიურად ტრანსპირირებენ, გამოყოფენ წყალს, როგორც მოგეხსენებათ, ბაგეში მხოლოდ CO2 და ჟანგბადის მიმოცვლა არ ხდება მცენარესა და გარემომცველ ატმოსფეროს შორის, არამედ აგრეთვე წყლის ორთქლის მიმოცვლაც, ტრანსპირაცია ორთქლების საშუალებით ხდება მცენარის წყლის რეჟიმის წარმართვა და აქ კლებულობს წყლის რეჟიმის რამდენიმე პარამეტრი, ეს კლება დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ამ პერიოდში ბაგეები არის ღია და აქტიურად მცენარე არა მხოლოდ ტრანსპირირებს, ტრანსპირაციის ფლუდიც მაღალია ამ დროს, არამედ ფოტოსინთეზირებს კიდევაც.